მახსოვს ადრეც მომიყოლია ეს ამბავი, ადრეც მithქვამს, რომ 2013-2014 წლებში ბიზინა ივანიშვილმა შეავსო სავალდებულო ფინანსური დეკლარაცია. 2013-ში ის პრემიერი იყო და მეორე წელსაც, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 14-ში, ანუ ვალდებულება ჰქონდა ამგვარი დეკლარაციის წარდგენისა. მე არ დამეზარა მაშინ, ამას ვიმეორებ, ადრეც მithქვამს ეს, არ დამეზარა მაშინ და გავაკეთე ვრცელესი, ასე ვიტყვი, Excel-ის ფაილი. Excel-ის ფაილში შევიტანე ყველა მონაცემი, რა ფულს ფლობს კეშის სახით, რამდენ პროცენტს ფლობს ამა თუ იმ კომპანიაში, საერთაშორისო კომპანიებში, მაგრამ და General Motors-ში, Google-ში, სხვაგან და სხვაგან ყოველში მაშინ რასაც ფლობდა, ამას გულისხმობ. და მე გავაკეთე ერთ ვალუტაში კონვერტირება, რამდენადაც მახსოვს ამერიკულ დოლარში და გამომივიდა შემეშალა შესაძლოა 200 მილიონი, მაგრამ გამომივიდა რომ ბიზინა ივანიშვილს იმ ხანად ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული ჰქონდა სულ რაღაც რა დიდი თანხაა, მაგრამ მაინც 800 მილიონი დოლარი. აი სახლები, სახლი რუსეთში, საფრანგეთში, სხვაგან და სხვაგან. აქცია, ობლიგაცია, General Motors-ი, Google-ი და ისეთი კომპანიებია, რომ არც გაგიგიათ, არ გაგვიგია. ამდენი აქცია, ამდენი ობლიგაცია, ამ აქციის ნომინალური ღირებულება, ამდენი გამრავლებული, ამდენზე 800 მილიონი. შემეშალა 200 მილიონი, 300 მილიონი, 400 მილიონი, 800 მილიონი შემეშალა. კარგით, 1.6 მილიონი გამოდიოდა ამ შემთხვევაში. თუ შემეშალა. მას დეკლარირებული არ ჰქონდა ასე მაგალითად უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების უძვირფასესი კოლექცია. პიკასო, დორამარი კატით და არა მხოლოდ პიკასო, თუ არ ვწდები მანეც, პისაროც, იმპრესიონისტები და არა მხოლოდ ჰერსტი, ასე მაგალითად, სხვები და სხვები. არ ქონდა დეკლარირებული, არც 13-ში, არც 14-ში ბიზინა ივანიშვილს მე დავს ვიკითხვა, საკუთარ თავს ვკითხე, სხვას ვის ვკითხავდი, აბა, რატომ მეთქი? მაგრამ ამ კითხვას მე პასუხი ვერ გავეცი. ერთი უცნაურობა მაშინდელი დეკლარაციიდან. მაგალითად, ჭორვილის სახლი, ამდენი და ამდენი, ახლა აღარ მახსოვს ეს გლობალურ ქსელში ახლაც მოიძიება და შეგიძლიათ დასერჩოთ, დაგუგლოთ. მაგალითად, ჭორვილის სახლი 13-ში და ჭორვილის იგივე სახლი 14-ში. როგორ იყო იცით დაყოფილი? სუსტი კვადრატაჟი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილზეა საუბარი. პირობითად კი არა, ნამდვილად. მისაქცევი იყო ყურადღება ამგვარ ამბავზე. 14 მეტრ კვადრატი საკადასტრო კოდი ესა და ესა ბერა ივანიშვილს. იმხანად ცოტნე სრულწლოვანი არ იყო. უტა ერთ პატარა ოთახუკასაც კი არ ფლობდა. მისი შვილი გვანცა ხსენებულის კი არ იყო, არსად. 14 კვადრატული მეტრი ჭორვილაში უტა ივანიშვილს, კი არა უკაცრავად ბერა ივანიშვილს, საკადასტრო კოდი ეს და ეს. მეორე წელს 2014-ში ბიზინა ივანიშვილმა აი ამ 14 კვადრატული მეტრი შეამცირა და 8 კვადრატულ იგივე საკადასტრო კოდი 8 კვადრატულ მეტრამდე დატოვა. 15-ში რო ყოფილიყო ვალდებული, რომ 15-ში წარედგინა საკადასტრო, კი არა უკაცრავად ფინანსური დეკლარაცია, უთუოდ სხვა მონაცემს ვნახავდით. მოკლედ ბიზინა ივანიშვილი ასე ჩთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ერთობოდა და სჯიდა ან პირიქით ახალისებდა შვილებს, ან შვილს ამ შემთხვევაში ბერა იმხანად ფავორიტი იყო მისი შვილებიდან და თუ ბერა რამეს შეცდომას უშვებდა, მას უხეშად 10 კვადრატულ მეტრს ჩამოაჭრა 14-ში, ხოლო აი 15-ში მაგალითად შეიძლება უფრო მეტიც კი დაუმტკიცა. 14 იყო კვადრატული მეტრი, თქვა 34 ან 57 ან 197. ერთი ხანობა ბერა მართლაც დაწინაურებული, ასე ვიტყვი, მეფის კარზე. ბიზინა ივანიშვილი ხო მეფეა ხო ბჭყალებში, მეფის კარზე დაწინაურებული ფავორიტად ქცეული შვილი იყო. ხმები იმის დაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი სწორედ ბერას და მხოლოდ ბერას ენდობოდა შვილებიდან
ვიდრე ცოტნე სრულწლოვანი გახდებოდა, ხმები ამის თაობაზე არსებობდა და დღესაც არსებობს. განსაკუთრებით უყვარდა ეს მუსიკოსი კაცი. იმიტომ რომ ეს მუსიკოსი და ამავდროულად ფრიად ბიზნე ივანიშვილის სეული გაგებით ჯანმრთელი კაცი, ჯანმრთელი მენტალურ ჯანმრთელობას გულისხმობს ცხადია, ვინმე რამე რომ არ იფიქროს, მენტალურ ჯანმრთელობას საუკეთესო ლექსებს რომ წერს ის კაცი, მოკლედ რომ წერს, საუკეთესო გადმოსცემს არაჩვეულებრივი მუსიკოსი. ეს მუსიკოსი კაცი ყველაზე ერთგულიც იყო ბიზნე ივანიშვილის აიუტა თითქოს მოძულებული ხავდა. გვანცასი კი რა გითხრათ რა გაგახაროთ საერთოდ არც მერია ბიზნეს ქალიშვილის თაობაზე პრაქტიკულად არაფერი თქვენ გსმენიან? მე არა. ბოლო 1 წელია არასრული, მას შემდეგ რაც ცოტნე ივანიშვილი სრულწლოვანი გახდა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბერა თითქოს უკანა პლანზეა. არა, უტარო უკანა პლანზეა გასაგებია. მიზესთა და მიზესთა გამო ფრჩხილები არ გავხსნათ თქვენის ნებართვით. მაგრამ მომეჩვენა და მეჩვენება ამ წამამდე, რომ ბერა ჩაანაცვლა ჭყალებში უფლისწულმა ცოტნემ, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია ქართული ოცნებისა, თითქოს კი არა ნამდვილად ნორმალური, არ მეტნაკლებად ნორმალური საჯარო გამოსვლებით პოზიციებით გამოირჩევა მშვიდობაზე, მშვიდობის აუცილებლობაზე, მშვიდობიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, ხით ჩატეხილობაზე იქნება და შეურიგდეთო აქა-იქ ესეც წამოსცდა, არა, შესაძლოა შეგნებულად თქვა და შესაძლოა მამასთან შეთანხმება. მოკლედ, არ არის აგრესიული, როგორც შვილებზე არ ვიტყვი, ახლა ქართული ოცნების ლიდერების უმრავლესობა, პაპუაშვილი აგრესიული ტიპია, კობახიძე ასევე აგრესიული, კობახიძე აგრესიულია, ყაველაშვილი აგრესიული, კალაძე აგრესიულია, წულუკიანი აგრესიულია, მიკროფონებს ართმევს ჟურნალისტებს. აი, ცოტნე ივანიშვილი და პრინციპში ბერაც. აგრესიული თითქოს არ არის საჯარო გამოსვლისას და ამ თვალსაზრისით მაინც გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აი შვილთა შეჯიბრებაზე, გალაქტიურ სააკო, ცხენთა შეჯიბრებაზე. ხო, შვილთა შეჯიბრებაზე წინ წაწეული ახლა უკვე ცოტნეა და უკან წაწეული კი, უკან ჩატოვებული კი ცოტა მოკრიმინალო, ასე ამბობენ, შავ სამყაროსთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ბერა ივანიშვილი მუსიკოსი, ბერა ივანიშვილი, რომელიც იმ ზმა ბანდიტი რო აღმოაჩნდა, მერე იმ ღარიბაშვილთანაც ზმაკაცობდა, ერთადაც ვიღაცებს იბარებდა, ვიღაცებს დაასჯაუნდოდათ, ცოტა მოძველ ბიჭოა, ცოტა ქუჩური უჭირავს, ცოტა შავური უჭირავს, არა, მაინც ის კი არ არის რაღაც კურდული სამყაროს წევრი, მაგრამ აი იმათთანაც კარგად არის. აი ცოტნეს ეს ყველაფერი კოჭებში თითქოს არ ეტყობა. შესაბამისად მე წამფიქრებია ისევ როგორც ალბათ ბევრ თქვენგანს, რომ ბიზნა ივანიშვილი აპირებს რომ დაასახელოს მემკვიდრე და მემკვიდრეც შეარჩიოს სწორედაც რომ არა უტა და ფრჩხილებს არ ხსნით, რატომ არ ასახელებს უტას. ის თითქოს განყენებული ერთი ძალიან ცნობილი ფოტოა, ბოლო პერიოდში გადაღებული მთელი ოჯახი ერთად შეკრებილა გვანცას გარდა, ქალბატონი ეკა ხვედელიძე, ივანიშვილი ხვედელიძე, ივანიშვილისა ცოტნე, ბერას მეუღლე ბავშვი ერთიან ორი, თუ არ ვცდები, ორივე ბერას შვილებიდან და ეს უტა რაღაც ბაზრობაზე ნაყიდი ჯინსიაცვია თითქოს. და მეტრანახევრით მარცხნივ დგას დედის კალთასთან, უფრო დედისკენ და არა მამისკენ, რომელიც ცენტრში გამოჩინულა, სწორედაც რომ ბერასთან ერთად. უტაზე აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, ცოტნე დააწინაურა თითქოს ბიზნა ივანიშვილმა და ბერა უკან ჩააჩოჩა მეთქი. იმიტომ რომ ბერა ისეთია და ისეთი. ეხლა დაუბრუნდეთ ერთ საკითხს და ძალიან საინტერესო საკითხს, ჩემი ღმერთმენით, რაში სჭირდება ბიზნა ივანიშვილს, რომელიც კი ნელ-ნელა ასაკი ეპარება და ასაკი ეტყობა კიდეც, მაგრამ მაინც და მაინც მემკვიდრის გამორჩევა, მემკვიდრესში არ გულისხმობთ მაინც და მაინც იმ პირს, რომელსაც ფინანსურ რესურსებს გადასცემს, აქციებს, ობლიგაციებს, ქონებას, წილებს, არაწილებს, ბიზნესებს და ასე შემდეგ. არა, მე აქ კონცეპტუალურ იმ მემკვიდრეზე ვსაუბრობ, რომელმაც ბიზნა ივანიშვილის ნაცვლად და მაგივრად და შემდეგ უნდა მართოს ეს ქვეყანა კულისებიდან. ცოტნე იქნება თუ ბერა, გვანცა და უტარო არ იქნებიან, გვანცა უკა და ეკა ხვედელიძე, ეს გასაგებია.
ცოტნე თუ ბერა და ცოტნე არის დაწინაურებული მეთქი. იმიტომ სჭირდება ბიზინა ივანიშვილს, რომ შესანიშნავად ხვდება, რომ ეს ყუჟი მარყუჟი მისი კისრის გარშემო ვიწროვდება და ჰგონია ოლიგარქს, რომ თუ საკუთარ ძალაუფლებას გადააბარებს ვინმეს უახლოესი გარემოცვიდან, ის ვინმე ხომ არ არის ოლიგარქი, ის ვინმე ხომ ბიზინა არ არის, იმ ვინმეს ხომ ენდობა, თვითონ გაიწევა ვინის ის ქონებას დაწილსაც, მნიშვნელოვან თანხებსაც თუ ფინანსებსაც და ბიზნესებსაც მისცემს, გადააბარებს, აჩუქებს, ის თვითონ გაიწევა და ეს ვინმე იქნება გადარჩენილი. დასავლეთი ყოველ შემთხვევაში კიდე წლები მოუნდება იმას, რომ იმ ვინმემდე მივიდეს, სანამ ის ვინმე არ დააშავებს რამეს. მაგალითად, ცოტნე, მაგალითად, ბერად დააშავეს დასავლეთის გაგებით. თვითონ ამ ყველაფერს გაერიდება, ამას სანქციებს, რომ ჯანდაბას ჩემი თავიო, მაინც არ ვაპირებ აბასტუმიდან გასვლას, რომ ამას იტყვის, ოღონდ ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში ისაკონტროლებს, მაგრამ ბერაზე ან ცოტნეზე იქნება გადაცემული. თუ კარგად ვაყალიბებ. ამით უნდა ბიზინა ივანიშვილს რომ შრალად გამოძვლეს, თეთხელთათმანიანად დარჩეს და ასაკურველია შვილების თეთხელთათმანიანებად დატოვოს. ან თუნდაც დასანქცირებული იყოს, მაგრამ რეალურად მართლობის სისტემა, როგორც ასეთი, არ შეიცვალოს. აქ აი სხვა შორის არიან ჩემი ნაცნობები, რომლებიც არ ვითარებენ ერთ შეთქმულების თეორიას იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი საერთოდაც მონარქიის, კონსტიტუციური მონარქიის შემოღებისათვის ემზადება და ბაგრატიონთა გვარის ჩანაცვლებას ივანიშვილის გვარით აპირებს. ანუ აი ბაგრატიონებმა ვერაფერი ვერ გაარკვიეთ ერთმანეთში გრუზინსკებმა თუ მუხრანსკებმა ბატონიშვილებმა. ერთმანეთში ვერ გაარკვიეთ და არ იცით ვინ არის მემკვიდრე ტახტისა. ამიტომ დროებით მაინც რაღაც შემოღებული იყოს მონარქია ივანიშვილის, რომელი ქართული ოცნების რომელი მომხრე არ იქნება, ეგრა მაგის პასუხია ამის ხარდამჭერი, ოღონდ მე სიმართლე გითხრათ ამ თეორიას არ მივხვდები, არ ბოდვა მგონია, ბიზნეს კი ვერ გარისკავს ამას, მეთქი ვიტყვი ასე. მოკლედ, ცოტნე თუ ბერა, ვის უნდა გადააბაროს საქართველოს კულისებიდან მართვა ბიზინა ივანიშვილი. საინტერესო კითხვაა უდავთ. თუ აქამდე მეგონა, რომ ბიზინა ივანიშვილი მაინც ცოტნესკენ მიუწევს, როგორც შედარებით კულტურული ადამიანისაკენ, ბერასაგან განსხვავებულისაგან. გული ეს ბოლო ხანებია, მას შემდეგ რაც ცოტნე ივანიშვილი კიდევ ერთ უკაცრავად, ბერა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, დამატებით გააქტიურდა, წამეფიქრა, რომ ეს არის რეალურად შვილთა შეჯიბრებაზე ხტოდნენ მისი შვილები. ეს არის ერთგვარი მარათონი. და ვინც ბიზინა ივანიშვილის აზრით უფრო დაიმსახურებს საქართველოს კულისებიდან მართვას, ბიზინა ივანიშვილი ამ საჩუქარს ქვეყანას საქართველოს რეალურად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რა ჰგონია, მას ეს ქვეყანა იმ სივრცეს გადააბარებს, დირექტორად დანიშნავს. სკოტნე კი არა ბერას ვერ ევასახელები, ამიტომაც გააქტიურდა დამატებით. სხვა შორის ილხამ ალიევი რომ იყო ჩამოსული საქართველოში, როგორც ჩანს, ბევრ სხვა საკითხთან ერთად ისაუბრეს, მათ შორის იმაზეც, რომ ილხამ ალიევის ყოფილ სიძესთან ბიზნეს ურთიერთობას გააბავდა სწორედაც რომ ბერა ივანიშვილი, კერძოდ იგულისხმება ემინ აგალაროვი, რომელიც ილხამ ალიევის ქალიშვილის ყოფილი ქმარია, თუმცა ფრიად დაფასებული აზერბაიჯანულ სივრცეში, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და ბაქოში უზარმაზარ კაზინოების და კომპლექს სასტუმროებისა და კაზინოებისა და დასართობის ცენტრებისა და გასართობის სივრცეების უზარმაზარ კომპლექსს აკეთებს და ისეთი კომპლექსი იქნება, როგორც დუბაიშიც არ იქნება და არც მახლობელ აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში და საერთოდაც ბევრგან მისი მასშტაბებით მსოფლიოში ვინისის და ლას-ვეგასის კომპლექსსაც კი გაეჯიბრება მასშტაბებით მე შენობა ნაგებობების ლას-ვეგასის კომპლექს გაეჯიბრება მეთქი ამას გულისხმობს. ეს არის ემინ აგალაროვი, რომლის მამაც ეგრა მაგის პასუხია ბიზინა ივანიშვილის საკმაოდ ახლო მეგობარია, ნაცნობია ასე ვიტყვი,
მაშინ როდესაც ბიზინა პირველ მილიარდებს შოულობდა რუსეთში, მამა ემინა გალაროვისა ასევე პირველ არა და მეორე მილიარდებს შოულობდა ამავე რუსეთში. ეს კაცი სხვადასხვა ფლად კარგ ურთიერთობაში შემსხელდარწმული ინფორმაციით, საჯარო ინფორმაცია რაც არის, აღარ არის პუტინთან, საერთოდაც რუსეთში აღარ ცხოვრობს. დაპირისპირებული ხმამაღლა თქვია, მაგრამ თლად საუკეთესო ურთიერთობები აღარ აქვს რუსეთის შლეგ ლიდერთან და ალიევის სტუმრობა საქართველოში, სტუმრობის დროს საქართველოში, მათ შორის ივანიშვილების ოჯახის და ამ შემთხვევაში ბერა ივანიშვილი, ივანიშვილების წარმომადგენელი, ივანიშვილების ოჯახის მიერ ამ ემინა გალაროვის მომღერალი კაცია სხვა შორის, ესეც კომპლექსში ივანიშვილების ინვესტიციის საკითხიც კი განიხილეს და ამიტომაც ბერა ორჯერ თუ არ ვცდები ბაქოში იყო, ეს კაცი ჩამოიყვანა ამ ორი თვის წინ თბილისში. მასთან საქმიანი ურთიერთობები აქვს, ერთობლივი რაღაც პოდკასტიც გააკეთეს, სადაც ბიზინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი რაღაც სისულელეებს, ან არასისულელეებს ბჟოტიალობს თუ რაც. ბერას წინ წამოწევა ბოლო პერიოდში ცოტნეს პარალელურად წინ წამოწევა ჩემი აზრით ერთ რამეს უკავშირდება. ბიზინა ივანიშვილი ცდილობს ორივე შვილს მისცეს თანაბარი პირობები და რომელი შვილიც უკეთესად წარმოაჩენს თავს, მას დაუმტკიცოს, ასე ვიტყვით ქვერიცდებართვით და მე უკვე განვასობადოთ, დამატებით 18 თუ 17 კვადრატული მეტრი ჭორვილის მამაპაპისეულ სახლში. ვინც დაისაკუთრებს პირობითად, რასაკვირველია, 17 კვადრატულ მეტრს, ის იქნება მისი მემკვიდრე, ხოლო ვინ დაისაკუთრებს 17 კვადრატულ მეტრს, ცხადია უტრირებ. ვინ დაისაკუთრებს ბიზინა ივანიშვილის ნდობას, ვინც უკეთ გაართმევს თავს ბიზინა ივანიშვილის დავალებას. ან სულად შეიძლება არ იყოს ეს, სულად შეიძლება არ იყოს დავალება, ვინც უკეთ იქნება და მისი ქმედებებიც უფრო მოეწონება ოლიგარქ ივანიშვილს. ბერასი, რომელიც აზერბაიჯანში რაღაც საქმიან ურთიერთობებს ხლართავს ემინა გალაროვთან, თუ ცოტნესი, რომელიც პერიოდულად გამოდის ახალგაზრდულ ფორუმზე, ქართული ოცნებისა და დღენია და შერიგებაზე, სიყვარულზე, სიხარულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საუბრობს. სხვა ორი შვილი ამ დოხში, შვილთა დოხში მონაწილეობას არც იღებს, აგიგითხარით გვანცას არც ჩამისმის და ჩუმი. ხოლო უტა გარიყულია ფოტოკადრიდან, რაც აგიგითხარით, ეს ყველაფერი ჩანს ფოტოკადრიდან, რომელშიც უტა ასე რომ უყურებ ფოტოკადრს, როცა უყურებ იქიდან მარჯვნივ მეტრანახევრით ოდნავ დედისკენ, მაგრამ თლად ოჯახისკენ არ არის შეწეული. უტა არ უყვარს, მაგრამ უყვარს როგორც შვილი, მაგრამ უტას მაინც და მაინც დიდი შანსები სამეფო კარზე, როგორც ჩანს, არც ამბიციები აქვს. გულახდილად გეტყვით, მან მიიღო ბინა იაპონიაში, მიეხმარა მას ელჩი საქართველოსი, მას პატარა ბიზნესები ექნება, მაგრამ არც უნდა ამბიციური კაცის ამეტანი არ არის, დამეტანი ამბიციური კაცის არ არის და მისი ურთიერთობებიც ამეგობროსთან გულისხმობ ბიზინა ივანიშვილს მაინც და მაინც ხიბლავს მეთქი, ვერ ვიტყვი ასე. ხო, ესეა ეს. ვინ გაიმარჯვებს ამ შვილთა შეჯიბრებაზე? როგორ გითხრათ? ორშაბათს შეიძლება ცოტნემ გაიმარჯვოს, სამშაბათს შეიძლება ბერამ. ნებისმიერ შემთხვევაში ორ მეფობა, ორ ხელისუფლებიანობა, ორი მემკვიდრიდან ერთი უნდა იყოს. ვერ იქნება ორ ხელისუფლება, ორი მემკვიდრიდან ერთმა უნდა გაიმარჯვოს. მე რო ბიზინა ივანიშვილი ვიყო, რატო უნდა ვიყო? მე რო ბიზინა ივანიშვილი ვიყო, გულისებიდან მართვას თავს დავანებებდი საერთოდ. მაგრამ თუ მაინც და მაინც რომელიმე შვილი უნდა გამომერჩია, მაფათია ცხადია, უმალ ცოტნეზე დავდებდი ფსონს და ცოტნეს შევარჩევდი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ საუკეთესო იყოს ცოტნე, ან მასზე უკეთესი იყოს ბერა, ან პირიქით ბერა საუკეთესო და ცოტნე მასზე უკეთესი. ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო მმართველობა და გულისებიდან მართვა ცუდია, ქვეყნისა, რომელსაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს. ბიზინა ივანიშვილს თამაშიდან გასვლა უნდა.
და ოღონდ ისე, რომ მან მართვის მემკვიდრეობა და უტოვოს რომელიმე შვილს, პირს, რომელსაც უფრო ენდობა ვიდრე ირაკლი კობახიძეს, ასე მაგალითად. ირაკლი კობახიძეს მართლაც არ უნდა ენდოს ბიზნე ივანიშვილი. არა იმიტომ, რომ ის ბრუტუსივით დანის ჩამრთმელია ზურგში, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს უბრალოდ ინტელექტი აქვს. ნინო წილოს არის დონეზე. ნახვალეს, რა მომაფიქრეს.